აი ხომ არის მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ხო არის მაგარი სიმღერა? არის. და თქვენ უნდა ნახოთ ელენე მელიქიშვილი როგორ მღერის. მივესალმოთ ჩვენთან სტუმრადაა მომღერალი ელენე მელიქიშვილი. მობრძანდი. დედა რა სილამაზე მოვიდა. გამარჯობათ, მოგესალმებით. აი ასე დაბრძანდით. როგორ ბჭყვიალებთ, აი თვალი ვერ გაგისწორეთ. შესანიშნავი ამბავი. ყველა კაბამაცვია და ვებჭველე? ხო რა იყო ახლა, ხო, აბჭყვიალაცვია და არ იბჭყვიალებს, მართალია, ბოდიში. მეტი ასეც ისულელეს მე მოვიქცევი წესიერად და ვიქნები არის. შეიძლება რაღაცა გკითხოთ? კი. ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი მომღერალი? რა თქმა უნდა, ელენე მელიქიშვილის შემდეგ. ავიც. ალბათ ისევ ელენე მელიქიშვილი, ხო მართალია? პირდაპირ მითხარი, რამდენი სიმღერა იცი? რეპერტუარში რამდენი გაქვს კი არა, ისე რამდენი იცი. თუ გინდა რეპერტუარში მითხარი? ძალიან ბევრი ვიცი. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი რამდენია? 100, 10, 120. შეიძლება, ხო? და ეგ იმის ბრალია, რომ ძალიან დიდი ხანია მღერი? კი. პატარაობიდან მღერი. ჯერ შევედი ენკიბენკიში. ანუ ეხლაც დავდივარ უკვე 5 წელი დიანა გიორგაძესთან სიმღერაზე. დიანა გიორგაძე, აქ ხო არ არის შემთხვევით დიანა გიორგაძე? მივესალმები დიანა გიორგაძეს, შე კლიპებშიც იქნები, ხო? სადღაც მონაწილეობა გაქვს მიღებული. კი. და ისეთი პოპულარული ხარ შენ და ისეთი ცნობილი, მინდა გითხრა, რომ ალბათ კითხულობენ, ეს გოგო კი ვიცით ვინ არის, მაგრამ აი ამ წითელ ტახტზე, აი ეს კაციროზის ის ვინღა არისო, ალბათ ამას კითხულობენ. ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ მე არავინ მიცნობს. რატო არავინ? მეგობრები არ ყავთ? მეგობრები მიცნობენ, კი. 1-2 მეგობარი მყავს, რომელიც მცნობს. ხანდახან ისე გამოვიყურები ხოლმე, რომ ისინიც ვერ მცნობენ, მაგრამ ეხლა ამაზე ნუ ვისაუბრებ. შეიძლება რომ მე და შენ ერთად ვიმღეროთ? კი. შესაძლებელია? კი. მე რა ვიცი, რომ იქნება მეც ვიღაცამ გამიცნოს, რომ მეგობრების გარდა ვიღაცა ხო უნდა მიცნობდეს ეხლა და შენსავით ცნობილი ვერ ვიქნები, მაგრამ ცოტათი მან შენს გვერდით რო დავდგები, ვიღაცა მეც გამიცნობს. შეიძლება, ხო? კი. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ესე იგი, ეს რომ მე ცნობილი გავხდი, ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენ და შენ რაზე ოცნებობ მომიყევ? როცა გავიზრდები, მინდა მყავდეს ბატი სახლში. რა უნდა ყავდეს? ბატი. ბატი? ბატი. დიახაც. პირველად ხედავ ხა ადამიანს, რომელიც ბატზე ოცნებობს. მაგრამ აქ შეკითხვა კიდევ თავარი ალბათ ის არის, რატო ბატი? რატომღაც შემიყვარდა ბატები და ისე საყვარლები კი არიან ბატები ძალიან. ესე რომ დადიან, ძალიან საყვარლები არიან. აბა საყვარლები არ იქნებიან? ხო. აბა რო ამბობენ ისაო რაღაცა ბატებზე რო რაღაც ცუდ რაღაცებს რო ამბობენ, ეგრე არ არის? ბატის ტვინაო, ბატის ფეხიო რაღაცას რო ამბობენ, ან ხო შე ბატო შენაო რო ამბობენ, ანუ უჭკუები არიან ბატები? არა, ჭკუა აქვთ. აქვთ? კი, აქვთ. ლამაზებიც არიან. პრინციპში, ესე იგი, ადამიანს თუ გინდა რომ კომპლიმენტი უთხრა, რა კარგი ბატი, აი ბატივით გამოიყურებიო რო იტყვი, ალბათ ეს არის, ხო, კომპლიმენტი. ამთვის ძალიან კარგი კომპლიმენტია. მე მაინც თავს შევიკავებ დღეს ასეთი რამ გითხრა, მაგრამ მინდა ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავადასტურო ის, რომ შესანიშნავად გამოიყურები და თვალის მომჭრელად. თუ რა თქმა უნდა, ამის თქმის უფლებას მომცემ. კარგი. სხვა ცხოველები თუ გიყვარს შენ, ამ ფრინველები, რამ შინაური ცხოველი. აბა მითხარი. ძაღლებიც მიყვარს, კატებიც მიყვარს, ყველა ცხოველი მიყვარს აბსოლუტურად. ყავს რომელიმე? კი, ძაღლიც მყავს და თევზიც მყავს. ძაღლი და თევზი. აკვარიუმში ყავს თევზები? და ძაღლს რეაქცია არა აქვს თევზებზე? რაღაც არ ყოფს თავს ან რაღაც არ უნდა რომ დაიჭირო. ან თვალს მაინც არ აყოლებს ესე ის რომ არა, საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ისეთი პატარა თევზია შეიძლება ძაღლმა ვერ შეამჩნიოს. ხო არა. მე ისიც მithქვეს რომ კულინარიით ყოფილხარ თქვენ გატაცებული, მართალია? კი. კი. გიყვართ ხო? მე თევზს რამე საშიშროება ხო არ ემუქრება? არა. ვინ უნდა გამოხვიდე? ტორტების გამკეთებელი. ბატის ფორმის ტორტს გააკეთებ თუ ტორტს გააკეთებ ბატებისთვის?
ორივესთვის, ანუ ორივე. ანუ ბატის ფორმისაც იქნება და ბატისთვისაც იქნება. ნეტა ბატს რომელი ნამცხვარი უყვარს და ტორტი საერთოდ? ბატები ბევრია, ყველა სხვადასხვა აზრი აქვს. მამას რა გაუხდა ერთი ბატი რო უყიდოთ, ბავშვს მითხარით. რა იყო ბატზე ოცნებობდა, ბავშვი, რა ღირს ეს ბატია, შევაგროვოთ რაღაცა და შევუძინოთ. ფონდი შევქნათ და ვიყიდოთ ერთი ბატი. ვიცი რომ აუცილებლად უყიდეთ ბატს. ძაღლი შეჭამს ბატს. ძაღლი შეჭამს ბატს და შესაბამისად ჯერ მოსაყვანი არ ყოფილა. გასაგები, აბსოლუტურად მესმის. ეხლა დასთან ურთიერთობაზე მომიყევი, როგორ ურთიერთობთ, ხო არ ჩხუბობთ ხოლმე? კი, ჩხუბობთ ზოგადად. რატო მღერის ის მითხარი? არა და არ მღერის, მაგრამ მხატვარია და უკვე ძალიან ბევრჯერ ქონდა გამოფენები. რატომ ეჩხუბები, რომ რატო ხატავ და რატომ არ მღერიო ალბათ, ხო? არა. აბა? ისტერიკებს მიწყობს. გასტოპა. რაო, რა მინდა? რატო უწყობთ? არ უწყო. ეხლა მოიგონა? ყველაფერზე პრეტენზია აქვს. აჰა. თქვენ უპრეტენზიო ბრძანდებით, როგორც მივხვდით. თქვენ ბატიც არ გინდათ, ხო? როგორც მივხვდით. არა. თქვენ გიყვართ ბატები? არა. არა, თუ? არა. ეს მიხატავს კვატის ანუ ნახატს ტილოზე და მატყუებს ვითომ ძაღლებად გადავაკეთებო. როგორ ახერხებს კვატის გადაკეთებას ძაღლად, არ ვიცი? არ ვიცი. კარგი. კი ბატონო, შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ, როგორც მივხვდით, დარწმუნებული ვარ, ჩამოყალიბდებით ბოლოს და ბოლოს ვის რომელი ცხოველი მოგწონთ, ვინ რომელს დახატავთ, ვინ რომელს გამოაცხობთ და ვის რომელი გეყოლებათ. მოგესალმებით, ძვირფასო პედაგოგო. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა პატარების დიდ შოუს, რომ ესეთი კეთილშობილი პლატფორმაა ნიჭიერ ბავშვებსა და მაყურებელს შორის. მადლობა ამისათვის. ელენე არაჩვეულებრივი გოგოა, საოცარი ხმით გამოირჩევა, საოცარი კულტურული შესრულებით და ვფიქრობ, მას ძალიან დიდი და ლამაზი, აი ესეთი ბრჭყვიალა მომავალი აქვს, როგორი კაბაც აცვია მას. ეჭვიც არ დიდი მეპარება. წარმატება ელენეს. ეჭვიც არ მეპარება. მადლობა თქვენ. და მანამდე კი ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ დღეს სიმღერა მოვისმინოთ, ხო მართალია? მოდი ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. ვინმეს მივუძღვნათ და ვის მივუძღვნი მითხარი? იტალიაში არიან ჩემი ბებოები, ერთი თვე იყო ჩამოსული, ერთი ბებო, მაგრამ მეორეჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ იქითა წელს იყო ჩამოსული. ორივე ბებო არის იტალიაში. აუცილებლად დაგიბრუნდებიან ბებოები, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით იმის მიერ, როდესაც ამ გადაცემას ნახავენ. აპლოდისმენტები და ელენეს სიმღერა მოვისმინოთ.
ასეთი სიმღერა ნამდვილად სიყვარულს გავს. ელენე მელიქიშვილი დამსახურებული ყვავილ ლამაზები არიან და რა ლამაზად უკრავს ის ბენდი, რომელიც ამ სიმღერის შესრულებაში მიეყვარა ჩვენს ელენეს, ბატონი დავით ბაზანაშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ეს ერთი საჩუქარი გინდათ, მოდი ამას მე დავიკავებ ესე თქვენ და სხვა საჩუქრების მიღებისთვის ხელებს გაგითავისუფლებთ. პირველი ვინ ჩვენთან მობრძანდება, იქნება ფაგიო. აი შესანიშნავი კრებული, რომ არ მოგეკაროს არასდროს გაციება და ინფექციები. დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, კიდევ საჩუქარი ჩვენთან მობრძანდება ლოკომოკოს ლობი. მადლობა შესანიშნავი საჩუქრისთვის. ეს გახდათ ელენე მელიქიშვილი. აპლოდისმენტები მას.